მოგხსნათ. რამის უყუროთ გინდათ? ყველა ეპიზოდი გაქვს და ნახე არ გაქვს იცი. და სიცხელი. აი, ყველა არ მოქვს, მაგრამ 90% მოქვს. ხო და ვინ არ დაგევას? ვინ არ დამევასა? რაც არ მოქვს ნანახი. რას არ უყურე? კარგად გამოუძვე. ხტები ხა ვისაც არ უყურა. ვის რატო ვერ ხვდები? არა, მე ეგეთი ის არა. ეს პაპშავიკია. სინამდვილეში პაპშავიკი. იმისავით ცოტნესავით არ არის? ცოტნესავით არ არის. ცრემლ მომდგარი მინახია, თვალზე ცრემლი რო აქვს. მომტისა და რას უსმენენ? Backstreet Boys. არა, Backstreet Boys ხო. Celine Dion. აუ, Celine Dion-იც მიყვარს კი. შენ როგორ ახლა? მე არა მიშა, შენ როგორ ახლა? კარგად. კარგია, დიდი ხანია მინახე. ბიჭო, ხო, ძალიან დიდი ხანია არ მინახე. აგვიცოდა. მაგრამ დღეს ჩვენ არ ვართ ჯგუფის წევრები. დღეს შენ ხარ სხვა ჯგუფიდან. დავაი, ეგრევე. ფსიქონავტის წევრი ხარ შენ დღეს. ფსიქონავტ 4-ის. 4 ბოდიში. იმიტომ რომ ფსიქონავტი არის ესეთი ბელგიური ბენდი, კიდე ცალკე. მაგათი დედაში რეც. აი, იმიტომ ესმევა ხაზი 4 იმინა ფსიქონავტი. რას უკრავენ ისინი? ბიჭო, ასეც არაფერს. ნუ ძიმე მუსიკას, მაგრამ ნუ ესეც არა რა. აფსავიკები. აფსავიკები და მაგათი რაღაცა ხანდახან კონცერტის ოფერები ჩვენ ინსტაგრამზე მოდის ხო? და პირიქით არ ხდება, ნე? ბიჭო და შენ ესა რა ქვია, ბაზრობთ რატო ქვია 4? ბიჭო, კი, მაგრამ ისეთი აი, ისეთი immature ესა რა ქვია, მიზეზი რო აი ბიჭო, შეიძლება მოიგონოს სხვა მიზეზი. ხო და ბევრი ვიფიქრე, ცოტა ვიფიქრე ხანდახან აი ვამბობ ხოლმე რომ არ ვიცი. იმიტომ რომ რა მიზეზი ბაზრო? 4. საიქონავთ 4 რატო ქვია ჯგუფს. რაღაცა ხელების წამალზე იჯდნენ სცენისას. ანუ აზრი არა აქვს. რაღაცის ბრიალის 4 პლატოა თუ რაღაცა და მე-4 ეგ არის. აუ. და ნუ რავი, სადაც ლედი ჰეროინი იყო ხარ ამოხდა. ხო, მაგრამ ეგ არის ფაზები იყოს ბრიალის. მე-4. ეს გმირი ქალია. ეგ ხო ისეთ არაჩი ძალიან მაგარი შარია საერთოდ ბენდის სახელის დარქმევა. აგე Young Georgian Lolitas დავარქვი და ეხლა ისა რო დაგუგლო შეიძლება დაგიჭირო. ხო და ამიტომ არ უნდა მეც არ მომწონს ბახალაშე ჩემა და ჩემ კატას არ დავარქვი არაფერი, ანუ ბევრი სახელი აქვს, ანუ შვიდობიანად არის ეს ევას. ჩემ ყველა კატას ცუცუ ქვია. არა, ეგრე ყველაფერი მოფერებით ერთი და იგივე რაღაცები ქვია, მაგრამ სახელებს უცვლი ხოლმე ესეთი. ხო და არა, ეხლა ახალი კატა გავჩითე რა. ახალი კატა მომიყვანეს და დავარქვი მარგო. აბა ცუცუ. ხო და მაგრამ ვერ უძახი და მაინც ცუცუს უძახი რა. მარგო ერქვა ჩემ შავფისს. მარგო უწერი. პასპორტიც, აუ პასპორტში არის ეგ. ჩემი ყველაზე ძველი ცუცუ რომ მომიკვდა. წავიყვანა იმაზე რა ქვია. ცხოველთა სასაფლაოზე რა. არის აქ ეგეთი და ძალიან აი მინა დაესწარი? კი, მე თვითონ დავასაფლავ. ეხა გითხრათ, ეხა 1-3 კვირის წინ მომიგდა ძაღლი რა ეზოში. ეზოს ძაღლი და აი 16 წელი რო იყო, ნუ. ანუ ვერ გავგრისკეთ შეჩემა, იმიტომ რომ ღამე ეხაც გაატან ხუიოზნაით ისინი რაღაცა დამარხავენ, გადააგდებენ თუ რა. არა, ის არის ოფიციალური კონტია, მაგას იყო რომ დავასაფლავოთ, ჩამოვიდეთ ოფისში, ფული უნდა გადაიღადო ადგილის რა 50 ლარი. შენ ყველა ვარიანტში გასწრებენ? არა, შეუძლიათ რომ მოვიდნენ წაიყვანონ რა, მაგრამ მე 14 წლის ცუცუს ახლა რა მივყევი ბოლომდე და სახელიო და მეთქი შოთა მეთქი. არა, კატას რა ერთვა. ხო და დიდი ხნის ამბავია ეგ სასაფლაო ცუგები? არ ვიცი. ყოველები. ჩემი კატა მოხდა 7 წლის წინ. მართლა? ანუ კაი. და ნუ აღარ შექ აი ქვები და ანუ ადამიანი. მე ეზოში დავასაფლავე კნუტი რო თუ შენ არ იცი მეტი. გახსოვს სანამ ალბომს ჩავწერეთ კნუტი რო ვიპოვე და დაიბრიდა. და ეზოში დავასაფლავე რა. შენთან იქა? ხო, ჩაწერეს და დავასაფლავე და აი ოფლიანი შემოვდივარ სახში და საგარელის მესიჯი მხვდება. რაღაც აუდიო რო არის, რომ სუდროს ხარ გირეკავს საფლავს თხრიო. ბატონ ნიკოლოს როგორ და იმინარ შემოვდივარ და საფლავ ნათხრელი და ეგ ვიდეო მხვდება, ვიდეო კი აუდიო იყო. და ღრმად ჩამარხე? ბიჭო, რა სადამდე ძალა მეყო რა ვიმე. რაღაცა ხუთში ჩავდე და. თორე შეიძლება ლუსის ამოითხარო.
არა უთხრა არა მოუთხრია არა მე გაუთხარ ერთი რა დიდი ცუგა იყო რამხელაც იყო ერთი 3-2 მხელა სიმაღლის და ისე ჩავდეთ ან იმის გარეშე ჩაცმის გარეშე რომ ისე ეს თემა ახლოს არის ხო ფსიქონავტი კი ზოგადად აფალდება ბიჭო უცნაურობა იცი რაშია ფსიქონავტის რომ ეგეთი პოპულარული ბენდი არც ერთი არ არის საზღვრებს გარეთ ჩვენი თქვენ ხართ რომლებსაც აქ ან რაღაც მსმენელის გარდა არავინ არ იცნობს ხო ეს ჟანრია ისეთი რომ ვერ გაიცნობს მსმენელის გარდა სულ მინდა რომ დოკუმენტური ფილმი გადავიღო ფსიქონავტზე რა იმიტომ რომ ანუ ეგეთი ისტორია ვაფშე არ არსებობს რა ნუ ესეთი ტრაგიკული თან წარმატების აი ვერ გაიგებს რა დაარქვა რა იმიტომ რომ ნახევარი ციხეში არის ბენდი ნახევარი მსოფლიო ეხა აი რა ტურში იყავით ეხა საიდან ჩამოვიდეთ ეხა ჩამოვიდით ჩინეთიდან და კილომეტრიან რიგები რო იყო ხელის მოწერა ხო ეგ ბიჭო რასიგიჟე იყო მე ცოტა ანუ აი ეგეთი მას არ ველოდი რა რაღაც ეს ეხა იყო თუ მანამ აი ჩამოთვალე ეს ადიყავი ხალხმა ვინც არის ის რა ეხა სმუკიდან იგებენ რაღაცებს და ნუ რავი 25-ში ვიყავით ჩინეთში თლიან ევროპაში ნუ თლიანში არა ეხა ბულგარეთში არ ყოფილვართ და შვედეთში და UK-ის ტური გქონდა და თურქეთის 2 დეითი ქონა და ეხლა მივდივართ ორ კვირაში ბრაზილია, არგენტინა, მექსიკა, პერუ, ჩილე, კოლუმბია. ანუ ეგ ხო არავის არ გაუკეთებია ქართულს. სუხიშვილებს ალბათ. სუხიშვილები და რა უცნაურია. სიგიჟე არის რა ტიპები ანუ აი ეს არის რა ტატუებს იკეთებენ თქვენი ლოგოების რა ხო Instagram-ზე ცალკე ის არის highlight ცალკე კიდე ის არის რა ქვია რა devotion როგორ არის რა ხო ანუ ტატუს რო იკეთებ ეგ რაღაცა უკვე სხვა ბაზარია ნუ ფანობა რეალური ფანობა აი ფანი მე ყოფილა რაღაც ბენდების შემა არა ხო და ისეთი ფანობა ისეთი ასაკის მსმენელი ყავს რომელსაც ჯერ კიდე შიგა აქვს ტატუს მიმართულები არა ბჭო ეს აი ისეთი შეგზნება რა იმისი რომ ცოტა რაღაცა მე მგონი რაღაც we made it რაღაცა იყო შარშან წინ რა მექსიკაში რო შოთარა დამიძახეს იცი აუ ვარცლა რაღაც ფესტივალზე უკრავდით რა ძალიან დიდი ფესტივალი იყო ასე და უკან სცენის უკან იყო ტენტები ბენდების რა და იქიდან რა ქვია ტენტიდან რო გადიოდი ტუალეტებისკენ ისე მიდიოდი რომ ცოტა მონაკვეთი ჩანდა ხალხის რა და მივდივარ და იქიდან ვიღაცა მიზახ რამირეს ნუ არ ვაგასა ყურადღებას ხეხი იქ რომ მივიდე ჩავივსო მეთქი და შოთა აუ ის რა მაგარი არის ყველაფერი რო იცი ეგ ნიშნავს მაგას და ისა რა ქვია ვინმე დიდ ბენდებთან ერთად არ დამთხოვი ხარ მეტალ ბენდთან ვიღაც აი მაგ ფესტივალზე იყო რა ხალხი სოლსტაფირი გორგოროთი ახალი ბენდები აღარ ვიცი Morbid Angel ხო იცი Morbid Angel მეც ვიცი ხო Morbid Angel-ის ის არის მე და ალექსა მანოვარები და ობიტუარები და ეგეთები აღარ არიან ხო კი როგორ არ არის არიან მას სხვა ის მე და ალექსა ვეწევით სასტუმროს ქვეშ რა გარეთ ყავასო სასტუმროზე ალექსა უცებ მოდის და აბა უკან მიიხედე ასე გავიხედე და Morbid Angel-ის ვოკალისტი დევიდ ვინსენტ და მეთქი აი ჩემს 15 წლის თავს არ ვაპატიებ ეხლა რო არ მივიდეთ სურათი არ ვთხოვოთ ბიჭო და მიხვედი ხო ჩაგეივი იმასთანაც ხო მიხვედი რა ერქვა როდრიგესი კი რა ერქვა რამშტაინი კი არა რა ბენდი იყო ჩვენთან ერთად სასტუმროში რასმუსიც მაგრად მე რასმუსი ახსოვს კი როგორ არ მახსოვს ერთად ცხოვრობდით რასმუსი და Morbid Angel რასმუსი აქ ვიღაცას ყავდა ჩამოყალიბ თუ კი ამას წინ იყო ხო და შეგიძლია ესე მოკლედ რომ გაარკვიო ხალხი ფსიქონავტის მდგომარეობაში ანუ რაღაც ნახევარი ბენდი ვერ უკრავს კონცერტებს ნახევარი ბენდი ვერ უკრავს კონცერტებს იმიტომ რომ ნუ იყო პერიოდი როცა 50-50-ზე ვიყავით შიგნით და გარეთ ეხლა ცოტა მეტნი ვართ გარეთ რა აუ ნეფოს ჩემგან მოკითხვა აქიდან ვიცი ნეფოსაც შეგზავნით და ბაფოსაც მოკითხვა მოკითხვა აქიდან როცა გამოვlen ნახავენ ეპიზოდს ვერ შევგზავნით ფლეშკას ბიჭო ნეფოს კი ნეფო კი რეკავთ ხოლმე ჩემთან არ გამოჩენილა და კი რეკავს ნეფო იშვიათად რეკავს ხოლმე ბაფო უფრო
ხშირად კითხულობს. ხო და ითხოვს ესე შემომიგზავნეთ რაღაცები, ვიდეოები. ამას პორნოებს უგზავნიდი ხო. რად უყურებდა? არა, ზირთად ცირკუს მირკუსის ვიდეოებს უგზავნიდი. მე და შემოგიგზავნა ყოველთვის. ხო და აი ვინც არის ის, ნუ დღეს ხო psichonaut 4-ის წევრის ამპლუაშია შოთარა რა, მაგრამ თან უკრავს გამოუვალ მდგომარეობაში. და ცირკუს მირკუსში. ანუ თან ოჯახის წევრები ვართ გამიგზავნა. კიდე ბევრი ისინი არ ვიცი მე. კიდე სად უკრავ. ეხლა დავიწყე დაკვრა სტრესში. მაგარ, გამისწორდა სტრესი მეოსება. ხო რაღაცა ისე მოხდა რომ რაღაც ერთი კონცერტი დაუკარი ორი სიმღერა პროსტა და ვინ წავიდა შეჭი არავინ არ დასულ დავემატებ ეხლა მე და საბა ვართ გიტარა ორი გიტარა ხარ და ერე პროსტა ჯერ არაფერი ისეთი ერთი რეპეტიცია სოლოებს გაკვრენებენ არც მithოვია ჯერ რომ მოვშინაურდები მე შევაბა ხო და აი რაღაც პონჩი სტრესი უფრო პოპულარულია ჩვენ რეალობაში ვიდრე psichonaut და ხო ნუ ჟანრის ამბავი არის მაგას არ აქვს მნიშვნელობა დიდად რა ხა პოპულარული არაპოპულარული არა ხო და უცნაურობა არის მაგაში შეჩემა რომ მეგა პოპულარული ბენდი ხართ იქით ბიჭო ხო მაგრამ ნუ რავია რამდენი კაცი დაბაზებს სერტ მიზანი რა თავისთან საზღვარსრებს გარეთ ბიჭო გააჩნია რა ქვეყანას გააჩნია ყოველთვის აი რომელია თქვენი ქვეყანა ჩინეთში 1500 კაციანი venue იყო sold out შარშან. და თქვენ იყავით headlinerები? ხო და უფრო ჩრდილოეთ ევროპა და სამხრეთ ამერიკა. საქართველოში პოპულარობის პონჩი. საქართველოში 300 კაცი თუ და იქ venue-ში რა თქვი რამდენი? 1500. ნუ იქ ჩინეთია ეხლა რა თან ეგეც უნდა გაითვალისწინო ჩინ. რა მე რო წავიდე არავინ არ მოვაში ჩემო. აი ჩინეთში მოვა. იმდენი არიან რომ გამონახავ. ვინმე მოვა? ვიღაცა მოვა უეჭო. მისმინე და უფრო პოპულარულები იქით ხართ სკანდინავიისკენ და აქ სამხრეთ ამერიკა უფრო. ბიჭო აი Spotify სტატისტიკის მიხედვით არის პირველ ადგილზე ამერიკა, United States. მერე არის პოლონეთი და თურქეთი, for some reason და მერე ყვევით აი მექსიკა, ბრაზილია ესენი რა. და ამერიკაში ვერ დადიხარ ჯერ? ამერიკაში ვერ დავდივარ ჯერ, იმიტომ რომ ნუ ვიზა გვინდა ყველას და იქ ტური ძალიან ხარჯიანი არის, короче რა, ძალიან ძვირიჯდება. რამდენი listener-ი გყავთ Spotify-ზე თვეურად? 100 რაღაცა, 1000. 100 რაღაცა. მისმინე და იქით არა მეტალ ქვეყნებში სკანდინავიისკენ არის იქ იმდენი ყავთ თავიანთი როზე ხარ ანუ იქაც კი ანუ დაკრული გვაქვს ფინეთში და დანიაში და ნუ ჩვეულები იგივე კონცერტები რაც არ დაგვავიწყდეს მართლა არ გინდა რომ შემოგთავაზო ის ირლანდიური საუკეთესო ტრადიციების ვისკი Hartford 1708 რომელიც იქნება დაიმახსო რომ ალკოჰოლში და ვისკის სახში კი ბატონო ასე მოდი გაიცანი ბეცონ სპორტი ჩვენი პარტნიორი სპორტული ამბების არხია მაინც თუ დაინტერესდები დაგვხვდებიან კაი ინფორმაციით და ისა რა ქვია რა ვიცი მანქანა კადრიდან იცი ისე მანქანა ერთად ვიყიდეთ კი მანქანა ერთად ვიყიდეთ აუ საჩუქრები ამოვიდა ხედავ საჩუქრები ვიღაცამ გამოგვიგზავნა საჩუქრები და ჩვენ არ ვიცით ვინ არის მართლა ოღონდ ეჭვი გვაქვს რომ ვეიპორია არის და სხვანაირად ვერ იჩენს თავს არ ვიცი მე ვიცი დაახლოებით მაგათი პრობლემა რაშიც არის აბა მართლა მეც ვიცი ხა მაგრამ თქვი არა რეგულაციის პრობლემა არსებობს საქართველოში პარტნიორობის რაღაც რეგულაციის გამო ვერ ახერხებენ ამის გაკეთებას და ძალიან უცნაურია რომ ალკოჰოლის რეკლამა შეგვიძლია და ვეიპის რეკლამა არ შეგვიძლია რა აი გასაკეთე ეს ჩასაძიებელი გქონდა ერთხელ გავშალოთ ეგ თემა მოდი მე ჩაუყვინო საზამთრო ჩაუყვინთავ და რა მაგარი ნუ ეგრე უნდა შოთა ნესვია ნესვია ხო ხალხი რო არ დაიბნეს თავიდანვე ჩვენ შორის რო არის მსგავსო რაღაც მსგავსო შო გიჟები ხარ თქვენ რა მსგავსებაა თქვენ ეხა უფრო იმდენად არა რა თვალებში და რაღაცეებში მაგრამ აი ყდარი თვალები გაქვთ ორივეს არის თვალები პირიქით there inside you არა იყო დრო რომ ძალიან ბევრი ერთი და ორი კი არა ძალიან ბევრი მომსგავსება ბახალას გეხარ ერთი
ეგეთი ის ლიკას დაბადების დღეზე ვიყავით, короче, შარშან წინ. ვისი? ლიკა, შენი ლიკა. აა. და ის პერიოდი არის რომ არ ვსვავ და მე კაკულია და ჟანრი ვიდექიცა და უცბად მოდის ჩემთან სტეფანე. და აი როგორ ახარ და გადამეხვია და ანუ გამარჯობის იქით ანუ არ ვიცნობ სტეფანეს რა. და ну მიხვდა რომ რაღაცა და ვიყო აუ ბახალა არ ხარ არა მესკინია ეგ ის არის ყველანაირ მდგომარეობაში მყავს ბახალა ნანახი და აი საერთოდ ვერ ხვდები რაზე ბალ. ბიჭო მეც რო უყურებ რაღაც ძალიან ბავშვი ჩემ აი რაღაც აი იერით თუ რაღაცით რა. აი რაღაც თვალები. არ ვიცი ეგრე იყოს. მაგრამ მე კიდე ის არის ხა მეორე ის გაგეჩითა რა ქვია კლონი. გაბუნია. გაბუნია კიდე მესმის. არა, გაბუნიას გაგრას უფრო. ორივე გავხად გაბუნიას ძაღლ. გაბუნიას ძაღლი ის ვისი ძაღლი? შეშინებული ძაღლი. გობიჯას ძაღლი იყო ის. გობიჯას არ ყავს ძაღლი თვითონ ძაღლი. რაღაც ადრე ფოტო თუ გობიჯამ ჩავიგდო გახსოვს ადრე რაღაც ძაღლის ფოტო. რაღაც ძალიან საზოწარკვეთილი საცუდავი ძაღლი რო იყო იმნა გობიჯას. ეგ იყო დათუჩას ძაღლი. აუ დათუჩას თხოვ ნებართვას და ამოვანათოთ დათუჩას ძაღლი. აუ გთხოვ რა მართლა. ისეთი დურმიშხანი ქვია. აუ ისე დამწყუნა მაშინ. და რამდენი წლის წინ იყო აღარ იქნება ცოცხალი. უკვე წასვლის პირას იყო მაშინ ფოტოში. საყვარელი ცუგრიკი. აუ კიდე ერთი რაღაცა ბარემ სანამ ესეთ ხიარულ ნოტაზე ვართ გადავწყვიტეთ ესეთი რაღაცა ჩვენმა მეგობარმა გვირჩია ამ საქმეში ჩახედულმა რომ გავაკეთოთ კისა გვააქისედაც რა კისა G აი ის ამონაცდება QR კოდი რა და შეგიძლიათ რაღაცა დონაციის სანაცვლოდ დაგვისვათ კითხვები. საინტერესო კითხვებს თვითონ პოდკასტში გავცემთ პასუხს და დანარჩენებს გავცემთ ისე რა რაღაცა ისა საინტერესოება და იმათ ნებისმიერი ანუ ჩავყარო პრინციპში ჯობია ჩავყარო ხო ეხლა მე რამოდენიმე კითხვას გავცემთ ამ ფორმატში და რამოდენიმეს ესეთ ტელეფონით გადაღებულს ხო რა რაღაცა TikTok-ზე Instagram-ზე დავდებთ რა და გთხოვთ ესე კრეატიულები იყოთ საინტერესო კი რაც გაინტერესებთ და აქ რასაც ვერ ვახერხებთ თქვა ზედმეტის ლაპარაკს ჩვენ თავზე რაღაცაზე არ როგორ ახლა რაღაცნაირად აი ტყავის ხურტკას ავით ცოტა მოტელვა მჭირდება. მაგრე გამოეწყვეთ ბიჭო. შენ საპატიო ცემულოთ მოხდა. მადლობა. ბიჭო, ადრე მე ხო არ გიცნობდი. აი კაცო. ხო და რანაირად არ ვიცნობდი. ადრე არც მე არ ვიცნობდი. და რანაირად მოახერხე. პატარა ვარ. პატარაა ჩვენზე. 35-ის ხო ხარ? 17-ის ვარ. რა ხო, ეს ეხა რაღა პატარა თორე. აი თუ იმაზე რომ ახსენებთ ხოლმე იმას მარგარიტას, ეგ მე მარგარიტას არაზე არ ვარ ვაფშე. მაგრამ მე მაინც მგონია რომ შენ ცოტა ის ხარ, რა ქვია, მეტალისტების ხოჩი იყავი ბავშვობაში. ბიჭო, უფრო. არა, ეგეც არ არის რა. დიდათ ეხა ბავშვობაში არც იმაშვებოდი ხა ესე. ჩემი ის მყავდა რა. ძალიან პატარა ბაბლი, აი ძალიან პატარა ბაბლი მეტალისტების და მაგათთან იმაშვებოდი რა მეგობრობდი, მაგრამ აი პირველი კონცერტის ესეთი შეგრძნება და აი შოკი ის იყო ჩემთვის, აი მზიურის პირველი ფესტივალი რა. სადაც აი პირველად ვნახე ეს like minded ხალხი რა, მეგონა რომ აი ვაფშე კაცშვილი არ იყო ჩემს გარდა ეგეთი რა. რომელი წელი იყო 2000 თუ 2001 ხო? 1 თუ 2000 ხო, ან 13-ის ვარ, ან 14-ის რა და ახალი ნაყიდი მქონდა რა და ეჩემა მეყიდა მეტალიკის მაიკა და აუ ეგ რა ისე გამიხარ. ეგეთი სიხარული, აი ფიზიკური შეგრძნების დონეზე რო გახსოვს, აი ამდენი ხნის მერე ეგეთი სიხარული რა ვიცი და მაგ მეტალიკის მაიკით გავიჩნდე ზიურის ფესტივალზე. და გავიხედე, გამოვიხედე და ვიღაცას მეტალიკა, ვიღაცას Cannibal Corpse, Slayer და ვაუ, მეთქენ საცხოვრობთ ხარ. რა სიგიჟე არის მაგ დროს ხო? და მანდ მოვისმინე პირველი black metal-ი. ვინ უკრავდა? ჯგუფი Mortirium იყო ასეთი. გამოვიდნენ. ძალიან ესეთი შიპებით და რაღაცები და პირღია უყურავდი და ჩვენ ვარ ჯგუფი Mortirium და უკრავთ black metals. და მანამდე გაზეთში მქონდა რაღაცა სტატია წაკითხული რომ არსებობს ესეთი ჟანრი black metal. და ვინც black metal-ს უკრავს არიან სატანისტები. და მოგეწონა. მეთქი ესენი black metal-ის სატანისტები და ასე ძალიან ეს შთაბეჭდილება მოახდინა. მერე როგორი ბორიალი სანამ რამე ბენჩი შეერგე. ბიჭო ვიბორიალე ბევრი რა, ну პირველი
ბენდი მყავდა პირველ კურსზე, მანამდე არ მყოლია, იმიტომ გიტარა არ მქონდა მანამდე. ელექტროგიტარა. ხო, ტექტუსო როგორ მოიძიე ბენდის წევრები და როცა. ბიჭო, შენი სადგა blues box-თან ალბათ რა, გახსოვს blues box? კი, მე ობირჟავებდი მათ. blues box-ი იყო ჩემი იქა ხო, გუიბოიდოვის თეატრი. ხო, პროსტ დასათვალიერებლად მივდიოდი ხოლმე ხანდახან რა. აუ, იქ ანუ მაგდენი ხარ. Morbid Angel-ის აი ხო, პროსტ ვიდექით ხოლმე. Morbid Angel-ის დროშა იყიდებოდა რა და ღირდა 20 ლარი. ნუ მაშინ მომცემდა მაგის 20 ლარზე. პროსტ მივდიოდი ხოლმე, ჩამოდგებოდი Morbid Angel-ის დროშას უყურებდი. მივდიოდი მე ესა. მან ერთხელ ვაბირჟავებდი რა და უცებ სამი ტიპი მოატასარეს და ერთს ასვია ფერადი ნირვანას მაიკა რა. ეს არის 90-იანების რაღაცა არ ვიცი დასაწყისია და აა, პირიქით. არა, დაჟე აი და ანუ შავთეთრი მაიკა კი მქონდა ნანახი, მაგრამ აი ისიც ხოლმე ხარ ახლოდან არა რა და ფერადი მაიკა, ანუ აი ცოტა რთული გასაგებია ეხა რას ნიშნავს რა. და ტიპები ეს შევიდნენ, მაშინ ის იყო უნივერმაგი თუ რა ერქვა. მაღაზია. კიბებზე რო იყო ეს. და გავყევი ბიჭო. და ეს პროსტა მიყვებოდი რა, ეს რაღაც დისტანციას ეს დავყვებოდი რა. და გავყევი და მე ეს აღმოჩნდა რომ იყო ნიტო ლადო ნიტო ვახონიანი და ჩემი მეგობრები გახდნენ. მე რა სხვა მხრიდან გავიცანი რა. ხო და არჩი ეს blues box-ი ის იყო რა, ტუსოვკის ადგილი. ხო და შენ დროსაც ეგ პონტი იყო, ანუ ეს ბევრი არ იყო შენში. არა, ხო, ეს რენდომად თუ გაიცნობდი ვიღაცას რა, პროსტა და მე დაბონდინგდებოდი რა მე. და ის პირველი ბენდი რა ხდებოდა? ეს პირველი ბენდი იყო, ერქვა Incarnate. და უკრავდით ძალიან ჩქარ death metal-ს. ძალიან კარგი იყო. ნუ, მაგრამ ნუ პარალელურად მე სულ აი ის მქონდა რა, იმეცადინე. გიტარა მიაყუდე, წაიკითხე ისკენ და ნუ თან უნივერსიტეტში ჩავაბარე მე და ნაკლებად მქონდა მაგის ისა. მაგრამ სულ სადღაც სულ უკრავდი რა. იყო კაირ მორხენი. ეს პერიოდი იყო ეს Incarnate. კაირ მორხენი, აი ძველი ბენდია, ხო? იმიტომ რომ რაღაცა ერთში გააკეთა ირაკლიმ კაირ მორხენი. მე ვაფშე არ მახსოვს. კარგი, არ ვიცი ეხა გულწრფელად გეტყვი, ზუსტად არ მახსოვს, მე და კოტემ მოვიგონათ ეგ გადაობა თუ მართლა იყო, მაგრამ კარგად მახსოვს, არ ვიცი, აი ჩემი გადმოსახედა ეგრე იყო რა, რომ უცებ ქალაქში გაიჩითა აფიშები, ნუ აფიშე ძალიან მაგალითად თქვი ამოპრინტული, პაძემკეში მისვერო, რომ ის ნოვა на сцене легендарная группа Каир Морхен. ოღონდ ხო ვაფშე აზე არ ახარ, რო დიდი ბენდის დაბრუნებას პონჩ. შეიძლება რომ ეგეთი რაღაცა არ არის გამორიცხული. ვისი ბენდი იყო? ირაკლი ხურცილაო, ცოის რო უყახით ჩვენი თვა და მეგობარი. მე და ნუ რავი რა, ბევრი დრო დავახარჯე ისეთ საქმეს, რასაც არ მიუბრუნდები ალბათ არასდროს. რას? იურიდიულს. ბიჭო, ეგ რართული ისა. შენ რა გაქვს დამთავრებული? სამსახიობოს არის. მანამდე სადღაც სწავლობდი ბედურობაში. ნახევარი სემესტრი ვიარე იქ და მე ეგრევე გადავაბარე აქ. კარჩი მე მქონდა ის რომ ჩავაბარებდი თეატრალში ვერ მოხვდი და ტყუილარ ვარ დამეკარგად რომ ჩავაბარე უცბად იქ და მე აქ ისევ გაეძრო პონტი და მოვბრუნდი რა. მე სად სწავლობდი, იცი? რომელ გპ-ში ხო, მაგრამ რაზე ვსწავლობდი? წალებობაზე. არც იცი შენ იცი? კი, რაზე? სახელმწიფო მართვის მოხელე. მოხელე რა კარგი სიტყვა. დამთავრე? არა, ბიჭო, კაი 1-3 წელი, даже მე-4, ან просто ბოლო გამოცდები არ ჩავაბარე. ჩემი საყვარელი პროფესია გაბუნია საქმე მაინც. აქ. იცი ის სპეციალისტი არის საბაგიროების. ვაუ. გოგა, შენ რა გაქვს დამთავრებული? საერთაშორისო კულტურული ურთიერთობები. კულტურული, ხო, ის გამოგარგა, ძალიან კულტურული ხარ ურთიერთობებში. კულტურული ბიჭო, არა, თან მაგაზე მაგისტრი. ჩემთვის უფრო ტრავმატული ის იყო, რა ქვია, მოსამზადე, აი აბიტურიენტობის პერიოდი რა. ბიჭო ხეთი არის. მე ჩაწყობდი. რა ვიცი, თო, აი ეგეთი ცუდი პერიოდი ინტენსიური როა და თან რაღაცა ნერვიულობა, სტრესები შეჩაბარების. უფასოზე უნდა ჩააბარო, თორე ვერ ისწავლი და რაღაცა ეგ წნეხი და ანუ ისეთი იმდენი არასაჭირო ინფორმაცია ცხოვრობს ახლა ჩემ ტვინში, რომ რა ისი ენერგია სხვაგან შემეძლო რომ გამომეყენებინა რა. ხო, მაგრამ მე მგონი სადღაც ის არასაჭირო ჩემთან აღარ არის თავში. აღარ არის? მაგრამ აი რა ვიცი, აი შუშანიკი როგორ იწყება მახსოვს ზეპირად, გინდა გითხრა? მიდი.
იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა კარად სამეფო წარემართა ვარსქენ პიტიახში ძეი არ შუშაისი აი რა მინდა ეხა აჰა ხო გამოგადგა მაგრამ ეხა ამას ჩავსოთ იმაში ეკო ტრეილერში ბიჭო რაღაც პონჩი გინდა არ გვინდა მაგ მეხსიერებაზე ვაშენებთ ჩვენ იმასაც რასაც ვაკეთებთ ან მუსიკა ანუ რაღაცა შეიძლება უცბად რაღაცა გავლენაში ან ტექსტში გამოგივარდეს ან რა არის ეი რაღაცა სწავლების მეთოდები რაც შემუშავებული იყო ადრე და ეხლა აღარ არის ის რა ქვია ანუ რო გეუბნებოდნენ რომ კალკულატორი ხო არ გედებაო სუჯიბეში ხო გიდევს შო რა თქმა უნდა კი გაგვიმართება ყველაფერმა ცხოვრება ტექნოლოგიები ხო და ეს გასაგებია ბავშვობის ჯგუფები რაღაცეები რა მაგრამ იმაში როგორ მოხდი ფსიქონავტში როგორ მოხდი და ამას რომ დაიწყეს პირველი ალბომის ჩაწერა ჩემ მეგობრები იყვნენ ყველა მივიდიოდი ხოლმე ალექსასთან და რაღაცას რო წერდნენ ხოლმე აუ ეგ არა და ალექსა ვინ არის რამოდენიმე ახსენე ვიცი მაგრამ ხო ალექს მენაბდე არის ალექს მენაბდე რო არ ყოფილიყო კაროჩე ნახევარი ქართული ანდერგრაუნდის ბენდებს არ ეკნებოდა ჩანაწერი მოკლედ ყველაფერი არის მაგასთან ჩაწერილი ასევე ჩვენი ბასისტი და ასევე არის ჩვენი ყველანაირი ჩანაწერის მიქს მასტერი ჩამწერი მისმინე ანუ ალექსას იდეა იყო თავიდან თუ არა ალექსაც არ იყო თავიდან ბენდში ალექსა ჩემს მე მოვიდა ხო და აბა როგორ დაიწყო вообще ბენდმა ვინ დაიწყო რა დაიწყო ბენდი დაიწყეს უფრო სწორედ ვოკალისტმა დათომ მაშინდელმა გიტარისტმა წიმომ და მაშინდელმა ბასისტმა ვაშა ადამიანმა დრამერი არ ყავდათ მე შემოერთეს ჯერ ბორგირა სხვათა და მე მალევე შემოიერთეს ნეფო და შენ ყველამ ხარ მე ხო ყველამ რო გაინაწილა მე ამას ვიზავ წინა შენ ბასში შენ რას იზავ და მე ვიმღერებ მაშინ ესე გადაწყდა რომ ტიპს აქ ფენომენალური ხმა აქვს ამ ჟანრისთვის ანუ ცნობილი პონდი არის ან პიერ პლატოვდა რამე ანუ მაგას რა ქვია მაგმანერას შრაიკი შენს კაიაპასნი ხმა გაქვს ისე ჩემი მე გროული ხო ეს გროული ხო და მივდიოდი ხოლმე ჩაწერებზე რა და რაღაცას რო წერდნენ აქ ესე კენი თვითონ კაროშე და ერთხელაც წიმა მაჰა და შენ კენიო და ის მე აღარ წამოვედი იქიდან ბასი მოგაჩეჩა არა გიტარა გიტარა შენ ბასი მაგ არ უკრავ შენ ყავს ჩამოქვეითები ბასზე უკრავს მირკუსში მომიგდეს სად დავიწყე ხდები ვარ ყოფილვარ კონცერტზე მაგრამ იქ ვიყავი ოფენერზე პროგრამით просто შორიდან ვერ დაგინახე რა მეჭირა ხელში ვერ დაინა რითით ხო და იმის მერე ბევრი წევრი შეიცვალა ხო ბენდში იმის მერე ბევრი წევრი არ შეიცვალა ერთი დავიმატეთ კორძახია როცა წიმა არ იყო ჩვენთან და მერე ხა ირაკლი დავიმატეთ რომ პაფო არ არის და დრამერები ნეფორო ჩაჯდა გიტარისტი გადავიდა დრამზე რატი და ხა დარჩა და ეგრე არის რა დრამზე უკრავს სანამ ნეფო გამო მე გადმოინაცვლებს ისევ და ისევ სამ გიტარისტიანი ბენდი ვიქნება და ვოკალისტის რა ბედი ეწევა ვოკალისტსაც იგივე ბედი ეწევა რაც ანუ ეგ გაესნებული აქვს თავიდან რო კი მაგრამ ნუ იმდენი ხანი უწევს იმას რომ მაგდენი ხანი ბენდი ვიქნებით ვაფშე თუ არა რამდენი აქვს მისჯილე 16 ქონდა ერთი მოაკლეს და ერთი გავიდა და ხა ერთი მოაკლეს რა ერთი მოაკლო ერთი ხომ ნეფოსაც 8 ქონდა ნეფოს 8 ქონდა და ნეფო გამოვუყვეთ 3 წელიწადში და 4 წელიწადში 4-ზე ნაკლები ცოტა იმედია რომ მალეობ შეიძლება რაღაცები შეეხოს და მე რავი თავიდან მარტო რაღაც ერევანში გასვლები გქონდა ხოლმე რა მე უკრაინაში წავედით პირველად თვითონ ანუ ეს საიდან ხდებოდა ვაშ როგორ მოხდა აი ტექნიკურად რა ანუ ეს პროსტ დადეთ ჩანაწერი რა MySpace-ზე თუ რა იყო ხო რა MySpace-ზე არა YouTube-ზე და Facebook-ზე რა YouTube-ზე Facebook-ზე და ესე უცებ ინტერესი წავარდა ხო რა იმიტომ რომ რაღაც სხვანთან საქართველოდან რო არ ელოდებოდა ეს რომელი წლები როდის
პირველი ალბომი გამოვიდა 2012-ში. მეორე 15-ში და აი მეორედან უფრო ის იყო რა, აი 15-დან დავიწყეთ სიარული მოკლედ. რა 15 იყო უკრაინაში რო წავედით. მე 16-ის ალბომი რო გამოვიდა დიდ ტურში წავედით 17 კონცერტიანში ევროპაში ვარ. და ნუ ამდენი წელი დავდივართ რაღაცა და აი შარშან ზამთარში იყო ტურბასიანი ტური. აჰა, ხო, ახსენს. ხო, ეგ ძალიან კარგი ექსპერიენსი იყო ევროპაში. ანუ თელი ევროპა ერთი ავტობუსით დადიოდეს და მან ისე კოიკები რო არის, ხო? კოიკები და პირველ სართულზე ეს სამზარეულო და ეს PlayStation და მაგარია. ხო და თვითონ გამოვიდნენ ეს მეორე ალბომი დადეთ და ვიღაცა მოგწერათ რომ ეს რაღაცა თავიდან ყავდა ფრანგი ტურ მენეჯერი რა. და იმას დავყავდით ხოლმე თავიდან მე შეეშვა ეგ მაგ საქმიანობას და ეხა ყავს Redback Promotion-ი როგორც booking კომპანია და Immortal Frost Production როგორც label-ი რა. რა ვიცი. და რამეჯ გეხმარება label-ი იმის გარდა რომ просто debs promotion-ში. თუ უკვე ყველა fan base-ი გაქვთ რომ თქვენით მუშაობთ. არა ეს label-ი ძირითადად ანუ მარტო იმაში რომ ახალი ალბომის დაბეჭდვა, merch-ის დაბეჭდვა და თქვენით რატო არ აგეცთ მაგას? აი მაგაშია საქმე. არ ვიცი. იმიტომ რომ fan base-ი ხო გყავთ, ხო ანუ თქვენ თავის მაგაშია საქმე. თუ promotion-ში არ გეხმარებათ, ანუ label-ი არა, გვეხმარება რა თქმა უნდა, ხა სულ აზიარებს და ისე, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი follower-ი გვაქვს და label-ს. რა პრობლემა? ხო რა, მაგრამ ნუ ეხოზე ხა ძალიან დიდი ჩალენჯი უნდა მაგას და ანუ ესეთი მენეჯერი უნდა მაგას, რომ მე და ალექსა არ ვიждდეთ ყველაფერზე რა, არ შეიძლება. ხო და ის მენეჯერი იმას მოყვება label-დან ტიპია ვინმე. ან თვითონ იღებენ მაგ ყველაფერს. ხო რა. და ნას აი შაბის ტურბასის ტური მაგას მაგააკეთეს. დეივდმა? label-ის გაკეთებული. აბა ესე კი რაღაცა ჩალენჯია, ხო? თუ რაღაცა წინა label-თან რაღაც პრობლემები ქონდათ. წინა label-თან ეხაც პრობლემები გვაქვს, სასამართლო დავა დაიწყება მომავალ თვეში. და რაზეა? იმაზე რომ მოკლედ ძალიან გუნდოვანი კონტრაქტი იყო ჯერ დავიწყოთ მაქედან და 2015 წელს იყო დადებული ძალიან innocent და ძალიან ესეთი მიამიტი ის რო ქონდა რა ანუ არ ვიცოდით როგორ ხდებოდა და რაც შემოგთავაზეს ყველაფერს მოვწერეთ ხელი მოკლედ და ესე გამოდგა რომ რაღაც უადო კონტრაქტს მოვწერეთ ხელი მონობას დავთანხმდით თუ რასა მე ამას მივწერე რომ მეთქი სხვა label-ზე გვინდა ახალი ალბომის გამოშვება, მაგრამ ძველი ალბომებით ვიმუშაოთ რა, როგორც რეპრესები და რაღაცეები და კიდე კაიოს მომწერა რა. და მეფროა მიმოწერით. და იმ მეორე label-მა რო დადო რომ შემდეგი ალბომი ჩვენთან გამოვიდა რაღაცა, ამან კონტრაქტი დაარღვიეთ და რაღაცა და ეხა არც არაფერს არ ბეჭდავს და digital stream-ებიდანაც სულ თვითონ იღებს ფულს. და იმ label-თან ქონდა პრობლემა. ანუ უცებ იმ label-მა რო დაანონსა მაგაზე კონკრეტულ label-ზე ქონდა პრობლემა. მოკლედ ამ ტიპს ძალიან ბევრი ისა აქვს რა, ეგეთი кейსი რომ რაღაცა ბენდები გაურბიან თუ რაღაცა და შეიძლება ეგ არის მაგის ისა რომ ვერ შვება ვერაფერს. საბოლოო ჯამში იმ ალბომით მაგასთან რაც ჩაწერეთ თვითონ მოგებას ნახულობს? გიობა. ისეც ნორმალ თუ ბიჭო, საკმაოდ კი. და თქვენთან ნული შეიძლება მაგ ეგ ბიზნესია თქო. ხო და მაგას გეუბნები რა, ანუ ბევრი დავა ყოფილა მაგასთან მაგაზე რა. თან მაგას ვერც მოუგეფეკრე გამოდის, იმიტომ რომ კონტრაქტი არა, იქაური იურისტები მყავს დაქირავებული. იქაური კომპანია. შეიძლება მოგერიება ისე რომ დაიბრუნოთ ის ავტორიზაცია. ანუ ყველაფერი ჩვენ მხარეს არის, просто დროში იწელება ისე რომ სანამ ეს დრო გადის, ის ჯოთქავს იქ რაღაცეებს. ანუ ხა ესნია რომ ის არ არის, მაგრამ ჩვენთვის რაღაც ყოველდღიური რაღაცა არის. ხო და მე როგორც მახსოვს ადრე ტურებში რომ დადიოდეს, ნუ просто თან გიხაროდათ და თან ნუ რაღაცა პრომოუშენის პონტი იყო რა და დაიწყეთ full show-ნა. ბიჭო, კი მეტნაკლებად რა, ნუ ხა full show-ნა ძალიან გასაგებია ხო, მაგრამ ადრე თუ თქვათ აი цаრიელები მივდიოდით და цаრიელები მოვდიოდით, ეხლა რაღაცა ღირს, короче, წასვლა რა. ო ნუ თან ჩინეთში განსაკუთრებით. ხო რა. ხო და აი Spotify რასაც წერს იმ ძველი ალბომების იმას მიაქ ახლა ყველაფერი.
არა ძველი ხომ არა ეხა ახლებზე ახალი ერთი ალბომი იმას უსვავ ხას რომ Spotify მუშაობს ამ რაოდენობა მსმენელში შენთვის ფულს გიწერს კი მუშაობს ნახა ისევ და ისევ არ მინდა ვინმე ეგონოს რაღაც არა ვიცი ხა Spotify ძალიან ცოტა წერს მაგრამ ნუ აი რაზეა ბაზარი ხა 100,000 ლისენერზე რამდენს წერს ბიჭო აი 100%-ში რო ვიყოთ თვეში დაწერდა ალბათ 2500 ევროს რა ხო ნუ ექსტრა მშვენიერი რაღაცა შემოსავალია რა თუნდაც ბენდისთვის რაღაცა 500 евро შეხვდებოდა თითოსში ჩემ 100%-ში ხო და ნუ აი ეგ თან ბიჭო აი ძალიან ემოციურად დამღლელი არის ეგ პროცესი რა იმასთან მიდის და ეხა ხო დავა და ისა შენ ისე თქვი შენ ასე თქვი და იმის ქექვა მერე მიმოწერების და რაღაცები და იმედი მაქვს მალე მორჩება ეგ ნუ ხო მაგრამ ხო იურისტი მუშაობს იდეაში თქვენ უნდა გაეთიშოთ უკვე ეს იურისტები მიასია და შენ ემოციურად გათიშული ხარ ხო და კონცერტები და რა გამოდის აი ეგეთი ბენდის შემთხვევაში ჰონორარი ბიჭო გააშნია რა ჩინეთში არის აი roughly 2500 евро რა ბენზე ხო და ესე რომ მიდიხარ ბევრი რო ხო რაღაცა 6 კონცერტი რაღაცა თან იქ მერჩი იყიდება გიჟივით მერჩი ხო არა და ეგ ლეიბლთან ტყდება ყველაფერი ხო არა ლეიბლი რო ბეჭდავს რაღაც კონკრეტულ იმას პროცენტი უფასოდ გვეკუთვნის რა და მე ეგ დაგვაქვს და ვყიდით რა და ვინილები და ისინი ყავთ კიდე ანუ აი ტექნიკური ჯგუფი ვინც არიან თქვენ ხო ხართ ბენდი ვთქვა მაგრამ ეგეთ რაღაცებს ჯგუფი არ ყავს просто არც საუნდზე არ დაყავს არავინ არც განათებაზე არც არაფერზე просто აი ბოლოს ჩინეთში ყავდა ტექნიკოსი წაყვანილი მამუკა ჩვენი ძმა და მეგობარი მამუკა გაფრინდაშვილი ძალიან მოგვეხმარა რა ანუ აი საუნდ ჩეკს თვითონ აკეთებდა რა ჩათვალე რა და გამართულად ყველაფერი გადიოდი უკრავდი მაგარია და სუ ჰედლაინ შოუები გაქვს თუ ვიღაცის რაზაგრევზეც უკვე გააჩნია ფესტივალის იმას რა ქვია CD-დეს ნუ ფესტივალი ხომ არ მეგეუბნები აი კონცერტები არა ხა ჩვენი ტურში რაც ვიყავით სუ ჰედლაინ შოუები იყო ესე ჩვენი ტური იყო რა და ტური ეგ არ ვიცოდი როგორ ხდებოდა რა ანუ ჩვენ ვიყავით 18 კონცერტი ყოველ დღე და პირველი ნახევარი პირველი 9 დღე ყავდა 3 სხვა ბენდი და მეორე ის არ ქვია ნახევარი 3 სხვა ბენდი რა შეეცვლებოდნენ ერთმანეთს და თურმე ეგრე ხდება იქ რაღაც ან თუ გინდა რომ ვიღაც კონკრეტულ ბენდს დაყვე ტურში იხდი ფულს რა მაგაში და მაგითი იფარება ეს ნაითლაინერის ისა რა რომელიც რაღაც ძალიან ძვირი ღირს დღეში 1500 евро თუ რა ნაითლაინერი რა აი ეს ავტობუსი რა ოკეი ანუ ამ ავტობუსის ხარჯს ანუ საწყალ დამწყებ ბენდას ფულს ახდევინებს კაროჩე მე არ ვახდე ლეიბლი ახდევინებს და მე ისტუმრებს იმას რა ქვია და ეხა ხო და იმაზე მომბობ რომ ჰედლაინერობაზე და იმაზე ეხა ცოტა დიდ ფესტივალებზე უკრავთ ეხა შემდეგ რა უკვე ამ წელს და ნუ ისეთი ბენდები რა მე ბავშვობიდან რო უსმენ ხოლმე და პროსტა რო ჩასვლა და მაგათი ნახვა მიხარია რა და ნუ იქ ცოტა წვრილად წერი ვარ რა უშავ ხო მაგრამ იქ მაგათთან ერთად ჰენგაუტო ხო რა ნუ ეხა იქ ბრაზილიაში მან ჩვენი ტურია ჩვენ ვარ ჰედლაინ ხარ სხვა ქალაქებში ბრაზილია თუ არგენტინა ბრაზილია არგენტინა ჩილე პერუ კოლუმბია მექსიკა გუშინ ბაზრობდი გაგრას როგორ მინდა ეგ ნაწილი სახიფათო ნაწილი თან სახიფათო მაგრამ თან რაღაც თავის ეგზოტიკით და იმით შარმი ხო აქვს თავის კი არა შარმი როგორ არა ანუ ხო და ეხა ამ ეტაპზე ყველაზე ძალიან ეგ მაინტერესებს ეგ მხარე რაღაცა მოგიყვები რამდენ ხნიანია ეგ 12 დღეში შეჩემა ყოველ ერთის ბიზნესი ხო და ვინც არ იცის რა ვაფშე ანუ მოსმენელი ვინც არ აქვს აი მუსიკის თვითონ რა მუსიკა არის რა კონცეფცია რა ქვია სტილს suicide depressive black metal პოსტსოვიეტ არის ამოიღე ოკეი მაგრამ ხო ჩვენი მოგონილი
ის არის რა ქვია. ტაიტელი. ხო, ანუ არის black metal-ის ძალიან ქვეჟანრი რა. რომელიც მე თუ მკითხავ ხა უკვე მუსიკალურადაც აღარ არის ეგ ჟანრი რა, უბრალოდ ანუ სადაც დაიწყო ის ლეიბლი გვაქვს მიწებებული, თორე ანუ შეიცვალეთ მუსიკალურად. ბუნებრივად რა და ანუ არ განზრახდა ისე დროთა განმავლობაში იმ მომენტისთვის რა ენერგიაც მოდის, ის გადმოდის იმაში რა. ანუ არ ხდებით ხოლმე და არ იმაშობთ რომ მოდი ახლა დავწეროთ black სიმღერა. რაც არის, ეგ არის რა. რამე გააქვთ ისეთი პოპები? ეხლა ახალი პოპი გამოვა. და მაგ Suicide Shit and Monkey სტილში ყველაზე დიდი ბენდი ვინ არის? Life Lover ალბათ. Life Lover. Life Lover? What? რაიონიული. შედები არიან, ხო. Life Lover-ი Shining-ი და Train ალბათ რა. ხო, ანუ თქვენ მან არა, კი, მან ვარ, ხო, კი. გიჟა. კარჩი black metal-ში underground ის არის ქვენ. ხო, რა. ძალიან ისეთი ანუ შემთხვევით ვერ გადააწყდები რა, თუ არ მოძებნე, კაროჩე. ჩემი დროის black metal-ი ეგრე არ იყო და ხან რაღაც იმეებად რა. იყო კონკრეტულად black metal-ი. შენ დროის black metal-სიც იყო რა, ანუ მაშინ აი Sinfo Black-ის ბუმი იყო უფრო რა, აი Cradle of Filth და Dimmu Borgir და ესენი რა. ხო, მაგრამ ის ყველაზე სახელოვანი ის ციხის კაცი დარჩა. ბურზომი? მაგას მაგრად აკლია. ხო. მაგას ხო აქვს სოლო ალბომებიც ხო აქვს. TikTok-ის ვიდეოს უყურებ ამისას? გარეკილია? მე ვინ გვასწრებს ხო ისი? Black metal-ისტების დაფაზე უნდა ეწეროს. და საქართველოში არის black metal ბენდები? კი. არის. და ნუ წაღან მორტირიუმი ხო ახსენე? მაგათ ერთი სიმღერა აქვს Tears of Nariqala ქვია. ანუ ჩემი აზრით ეგ სიმღერა რო თავის დროზე არ ვიცი Dimmu Borgir-სო დაეკრა ერთ-ერთი აი უხიტესი ის იქნებოდა მაგათ შემოქმედებაში. ხო, მაგრამ ეგ ხო აი გასაგებია ხო, მაგრამ არის ანუ მაგას ვამბობ. ეხანდელი ბენდებიც Askezi არის ძალიან კარგი ბენდი. Ennui არის Funeral Dooms უკრავენ. ანუ შენ ვერ მოусმენ აი 10 წამსაც. მე ჩემ მუსიკას ვეღარ ვისმენ შეჭმა. ხო, არა, კი, არის ბენდები. სტრესი რა არის? სტრესი არის აი რა ჟანრში რო მუსიკა რაც დამიგრავს რა. თან აი ნაპონდესი თუ გიყვარს, სტრესიც გიყვარს რა. ხო და გააქვთ კონცერტი? ხო, მე მგონი ეხა პირველში უნდა ქონდეს კონცერტი ქუთაისში. საიში ვერ მოვა. შენ ფსიქონავზეც არ ხარ ნაყოფი. Open air-ს. გავლით უკნიდან. ხო და აქ რა რაოდენობა ამ მსმენელის დაახლოებით 1-500 კაცი ესე კონცერტზე? სად? აქ ჩვენ რეალობაში რო გეთდება თქვენი კონცერტი თუ არც კი? არა, 500 არა. აი ბოლოს რო გავაკეთეთ სადაც 300-მდე იყო, ცოტა მეტი 300 რაღაცა. და ერთხელ მოვიდა კამორაში რაღაც ძალიან არარეალურად ბევრი ხალხი რა, ანუ ვერ შემოვიდა ნახევარით რა. ხო და რა სივრცეები გვაქვს მაგისთვის, ეგეთი ძიმე როკისთვის? ბიჭო, ელექტროვერკი არის ერთი, რომელიც არის ცოტა მოზრდილი კონცერტებისთვის და იქვე არის ეს ჯანკიარდი. კი, ეგეც ვიყავი ხო. პატარა. ასევე რავი ეს კამორა აკეთებს ხოლმე ხშირად ეგეთ ლაივებს. ჯო ფსიქონავში იცი ან გამოვალ მდგომარეობაში რო უკრავ? კი, რა გამოვალ მდგომარეობაში არიციან ფსიქონავში. ხო, არა. კი, არა, ყველაფერი იცის და ყველა შეგუებულია ჩემს ბიპოლარულ იმას რა ქვია. მუსიკალურ გემოვნებას. ისე სირკუს-მერკუსი გამოვალ მდგომარეობს და ფსიქონავტის შორის არის. კი, ზუსტად ეგ არის. აი, გუფი იყო ეს გუფი დრამერი, რო ყველასთან რო უკრავდა ვახში. ხო, ესეც რავი, ხო. ბიჭო, მეც დიდი სიამოვნებით დაუკრავდი სადღე კაი ბენჩში რა. პროსტა რა ვიცი რატო. ბოლოს უკრავდი Afternoon Version-ში ბაზზე და
აი უბედნიერესი ვიყავი რა. ეგ პონტი რომ აი ვოკალისტობას ხო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. რა წინ გახარ ხალხს უნდა ებაზრო, ის არის რა მეყლება მოხდა შენი ბრალია კაცი. ბასე რო მიეღუნდე მაგარია ბიჭო. აი ვაფშე ლიზმი შენი პარტია დაუკრა, აი ვაფშე არაფერი არ მოგეთხოვება რა და მან ვისვენებ რა. ხო და რამე კაი ბენჩი ამიყვანეთ რა. ბიჭო, ანუ ეს სამივე ბენდი რა, ეხლა ყველაზე აქტიური ხო ეს სამი ბენდი არის, ნუ ხა ჩვენ ცოტა მოგვიძველდა ფორმალი ვარ. აი ეს საერთოდ სხვანაირი განხრის სიამოვნებები მიღება შეიძლება ამ სამი ბენდის კონცერტებიდან რა. აი ვაფშე სხვანაირი პონტი არის სირკუს-მირკუსი, საერთოდ სხვანაირი დასაკრავო. შეგიძლია ჩაღრმავდე და თითოეულ ბენდზე. თითოეულ ბენდზე, ბიჭო, კი. შენი სიხარულები და გასაჭირები რომ მოყვა. გეტყვი რა, აი გამოვალი მდგომარეობა არის ბენდი, სადაც აი ხალხი უნდა გაართო რა. და ნუ დასაკრავათაც დიდი არაფერი არ არის და შეიძლება რომ მიუშვა თავი და რაღაც იღლიცინო რა. ისე გამოვალში არ მინახარ. მართლა? არა. მე ხელ რაღაც თორები გედოს და და სოლო კონდა რაღაც. არა, თორი კი, მაგრამ ესე არ მინახარ როგორ არტო ხალხს გამინახი. არა, იმინა სოლოები აქვს შეჭ. სოლოები ვიცი ჩვენ საერთო მეგობარი ჩივის ხოლმე. და ეგრე რომ მოიქცე მაგალითად ფსიქონავტის კონცერტზე. არა მგონია რომ ვინმე მეორედ მოვიდეს. ბიჭო, ხო მაგრამ ფსიქონავშიც ხო გართობით ხარ და ართობ ხალხს, აი ეხა ოპენერზე წინ რო იყავი გამოსული და ოპენერი სხვა არის რა, ოპენერი სხვა პონტი არის. ის პუბლიკა ვინც მარტო შენ მოსასმენად არის მოსული ფსიქონავტის კონცერტზე, ხო? მან სხვანაირი აურა დგას რა, სხვანაირი ვაიბი დგას, ძალიან დარკნესი არის რა. და შენ გაფასე ხო, ღიმილი არც გინდა იქ, ანუ არ გინდება? ძალიან არ იკავებ თავს რო არ გაიცინო, გაიპროს და ისეთი აურა და ისეთი ის დგას, რომ ანუ სხვანაირი ის არის რა. აუ, უნდა მოვიდე მე. ხო, აი Live Flowers და ჩვენ გვაქვს გაკრას ლაივი აპრილში. სად? თბილისში. აუ მან მოვა, ერთი უნდა ვიგლო. ტყავის კურსკა მაგ. შენ Live Flowers-ზე მაგარი. ხო და სად გაქვთ აპრილში? წესით ამ ჯანკერდის ბილეთების გაყიდვა დაიწყო, მაგრამ შეიძლება ელექტროოში გადაინაცვლოს რა. ხო, მაგრამ იქ ვერ არის. ხო, გვერდზეა. ხო, როდის არის, ბარემ დავაანონსოთ ეხნებ ხალხმა. აპრილში არის 25-ში თუ არ ვცდები. მე მგონი 25 აპრილს Suicide Depressive Black Metal-ის კორიფეები Live Flowers და Psychonaut 4 და Junkyard-ში თქვი? აი Junkyard-ში არის იქ მიდით იქ ეზოში მიხვალთ და გეტყვიან. მიგასწავლი. ხო. ვა. და ესე იგი სხვადასხვა ისა, მაგრამ იქ რო იც ფანებმა იციან რომ გამოვალში. ბიჭო, გამოვალში კი არა. ეხა ტურში ბოლდი ტურში რო ვიყავით რა. იქ რაღაცაზე ვთქვი რომ შარშან წინ ევროვიზიაზე ვიყავი მეთქი შეჩემაზე. ანუ აი როგორ მიყურებდნენ იცი რომ აი ის რას გვეღადავებით. ანუ სერიოზულად? არა, ხო, ვერ აღიქვეს მე. და ვიდეო ვაჩვენე შეჩე. იროკეზით და ჟაღატული თვალით. ევინა ცოტა ხანი ძალიან აგენტი ვეგონე ევინა. ხო და ანუ ეს კრედიბილიტი არ დაკარგო. არა კაც. ხო და არ მოგაკლო მაგან? არანაირად. მაგრამ ფან-კლუბმა ხო არ იცის ეგ. ბიჭო, ანუ არც მალავა. არ მესმის რო არ მალავა, იმ dark fan-კლუბმა შეიძლება არც ვაფშე. შეიძლება არც იცის, ხო ვიღაცას შეიძლება რაღაც პაუზერი ვეგონო. აი ხა დაგენს. რეალურად ეგ არის. არა, იცი რა, მე რაღაცნაირად მინდა აი просто სადღეგრძელოს პონჩი გითხრა, იმიტომ რომ ესეთი ადამიანი აი ძალიან იშვიათად შემხვედრია გულწრფელ პოზერზე არ არის, აი გულწრფელად ევასება სელინ დიონი და ბლეკ მეტალი. ოღონდ ის პონტი არ არის, რომ რაღაც ან ცხვენია, ან რაღაცა რა, აი შენგან ერთხელ даже გითხარი ეგ რა, აი შენგან ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე, რომ ვაფშე ანუ არ არსებობს საზღვრები რა და არ ნიშნავს იმას, რომ თვალწრემლიანი სელინ დიონზე რო იქ ნაღდი ხარ, როცა ბლეკ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ მან ნაღდი ხარ რა და
ამდენი წელია ერთად უკრავთ ცირკუს-მირკუსში და მანდას რო გიყო რომ ნაღდი ხარ. ან ძალიან მაგარი მსახიობი ხარ, კაროჩე რა. იმიტომ რომ ტიპი არის ცირკუს-მირკუსის წევრია და ვაფშე არც ვერც წარმომიდგენია რომ შეიძლება ხო ისე მგონია რომ მარტო ცირკუს-მირკუსში უკრავს რა, რომ დაიბადა იმისთვის რომ ჩვენთან ერთად დაუკრას. მაგრამ მე მიდის და კაროჩე ვენებს იჭრის სცენაზე რა. მადლობა, ძალიან სასიამოვნო ის იყო შენი მხრიდან. არა და რა ისე მოხდა ჩვენი ერთად დაკვრა რა სპონტანურად. ეგ ძალიან სასაცილო ისტორია იყო რა დარეკეთო. მაგრამ ჯერ თავიდან ბაკურას მამის პანაშვიძე ავიდნენ. კარჩე, ერთხელ ნახე პანდემიის დროს ვავდით რა და მაგარი გასუქებული იყო რა. იმინა აი კაროჩე ყველანი გასუქებული და გაპარსული ვეღარ. პანდემიის დროს კაი ჩაპარსული და გასუქებული მეც და ესეც და კაროჩე ნუ მეთქი შოთა რა კაროჩე ხო. ჩაიხსნა. და პანაშვიძე შემხვდა და ბიჭო მაგარი გამხდარი, მაგარ ვიცე რა. და მაგ პერიოდში ჩეპე გვაქვს, კაროჩე, რაღაცა ხდება, რომ კაროჩე ბასისტი გვჭირდება ძალიან სწრაფად რა. ანუ ხედა. და ანუ შემათვალიერად მაგ. შევატვალე მეორე დღეს დაურეკე რა, რომ მეთქი ზეგ მივდივართ იმაში მადრიდში და მე პედაგოგა ვიყავით იმაში. სიხა. პედაგოგა ვიყავით, შენ რო დარეკე იუსტიციის სახლში, რაღაცას ვარეგისტრირებ თამას. და შენ დავირეკე და ნიკავარ კოჩარო, ნასკო როგორ ახლა. ეს ცირკუს-მირკუსი რო არის, ხო ისი ბენდი, ხო? მან მე ვარ, ხო? მეთქი ვიცი, ანუ გიცანით. სუპერმენი რო იმას იკეთებს, ათვალებს, კლარკენტი რო ისე. ეგაა. ხო და ნუ მე წავედით ევროვიზიაში. ანუ უკვე ცირკუს-მირკუსი იყო. უკვე ცირკუს-მირკუსი იყო და ჯერ წავედით მადრიდში. ეგრევე ცხენზე დაჭიქი. მე წავედით ისრაელში. ორ კვირაში. ღათა ვაფშე. ისრაელი მაგარი იყო რა. ისრაელი მაგარი იყო ძალიან. და მე იმაში შენ ხო იყავი ტუნელში თუ არა? არ იყავი შენ ჩვენთან ერთად ტუნელში. ბიჭო, ისრაელში, იმაში იერუსალიმში წავიყვანეთ ტურზე რა. და ეს გიდი ვინც ყავდა ანუ ძალიან ბევრი ვიარეთ და მე ჩადიხარ King David-ის ოღონდ სასტუმრო რო ის არის რა OG King David. და ჩადიხარ ქვევით და ბიჭო ხვდები რომ გარშე 2000 წლის წინ თუ 2500 წლის წინ ვიღაცა ტიპებმა აშენეს კაროჩე და მაგრამ ნუ ჩადიხარ და აი ძალიან ღრმად ერთი 40 წუთი ვიარეთ ამ გვირაბში რა აი ამ ხელა გვირაბი წყალი მუხლებამდე რა და ვაფშე არც ტელეფონი არ იჭერს შუქი არ არის არაფერი არ არის რა მაგას არ უნდა უკან რო წამოვიდე აუ მაგრამ რა ბიჭო არა life changing იყო რა ვაფშე სხვა კაცი გამოვიდი იმიტომ რომ ნუ რაღაც დროს აი დედასპიცა ვარ რომ მოვდიოდი ამაში აი არ ვიცი რაღაც ჩაგიგდებ სურათი გააძრე რა ესეთი ტუნელია და შედიხარ რა რომ შედიხარ ნუ გგონია რომ ეს ამ გიდმა გითხარ რომ ამ გაივლითო ფეხებს წაისველებ თუ ცხელოდა რა ავტობუსთან გახვალთო. არ მთავრდება რა. ბიჭო, ნუ მეთქი რავი 10 მეტრია რა. ბიჭო, 5 წუთში უკვე დავიძაბე რა. 15 წუთში უკვე აი ყველაფერი ერთს ქვეშ დავაყენე საერთოდ რა. აი ვაფშე შუქია. საერთოდ ტელელა ხელით ამოთხრილი 2500 წლის წინ წყალია მუხლებამდე ზოგ ადგილას მაღალია და ზოგ ადგილას დახრა გიწევს. აუჩი. არც ტელეფონი არ იჭერს. და ბიჭო, ნახევარ საათში ფიქრობ, რომ ნუ აქ ვიბრიდები რა. არა, ხო არ მიყვარს და 40 წუთი, აი წყალში, სიბნელეში 40 წუთი წარმოგიდგენია სიარული ვაფშე. არა, მე მეშინია, მე ეს ეგეთი ან დაბა პატარა აი არა, ნუ მართლა გრმულებში და რაღაცებში შანსი. რო გამოვედი იქიდან გიდმა ხელი ჩამომართა, რომ საღო, რა საღო, რომ ცოდნო და ბოჭი აი იმინე შანსი არ იყო რომ სასულიყო. და მაგის მან არ ჩამოსვლას არ უნდანობ, მაგრამ უნდანობ რას, იცი? ერთხელ ტური გვეწყებოდა პარიზიდან რა და ჩვენი იქაური გიდი იყო პარიზელი, გიდი კი არა და ესე რა ქვია, მენეჯერი რა, ტურ მენეჯერი პარიზელი და მაგისმა ვიღაცა მაგაცმა დაგვიგეგმა კატაკომბებში ისა რა, ძრომიალი. ოღონდ ოფიციალურად შესასვლელიდან კი არა. რაღაცა ჩორნი ხოდები იცოდა რა და ეს ესეთი ფანრები და რაღაცეები მოგვიმზადა და просто მაგ დღეს ვიყავით მიენდად მენის კონცერტზე რა და ისეთი დაღლილები მოვედი სახში რომ მეთქი მეზარება რა და აი მაგას ნანო მაგრად მან საღამოობით Queens of the Stone Age უკრავს. ო, კატაკომბებში. რეზიდენტები არა.
ბიჭო და რა მაინტერესებს პოლონეთში ხარ უცემი ხარ ვინმე შემთხვევით ბიჭო ხო იყო ეგეთი შემთხვევა რაღაც მაგათ ხო ისა აქვს რა ძალიან ნაციონალიზმი ძალიან ისე და მართლა პოლონეთში ხო მოსკინხედები მაგრას გრიმიტობენი ვა ლაივის მერე ბაფოს უტრაკებდნენ რომ სცენიდან პოლონეთზეო რაღაცა რა თუ თქვიო რაღაც ხა არაფერი არ უთხომ სტენდიდან ახალგაზრდა რაღაც და ნუ იქ ჭუბი მოხდა რაღაცა იქვე კონცერტის ადგილზე გვერდით არკაში მორჩა გამოხვედით და ხო დავხვდნენ რაღაცა და ჯარი ხო მოშნათ იყვნენ რა და ერთმა მხია და კედელს მივარტყი თავი უკან და გავითიშე რა და გავიღვიძე ბაფოს და რატის ერთი ყავთ დაქტებულს და წიმას და ნეფოს მეორე და დანარჩენები მირბიან მეთქი რა აჰო აზე ვერ მოვოდი ვაფშე საიდან რატო ვარ ასე რა და მე ალექსანდრ ჭაჭა დავასხა თავზე აქ მადოს 4 ნაკერი ეგრეში და ტრალები ვართ რა და მეთქი საავადმყოფო მეზარება და ალექსი ჭაჭა დავასხა თავზე გაულის დეზინფექცია მე მეგონა ჯარი და ჩაკო ჭაჭა ქონდა წამოღებული იმას რა ლუვრთან რო დავლია ჭაჭა გარეთ და ნუ წავედით მე და ნეფო იმაში საავადმყოფოში და შევედით კაციშვილის ჭაჭანება არ არის საავადმყოფოში მე და ვიღაცას მივაგენით ბოლოს რაღაცა და პასპორტი ამ რაღაცა და მეთქი არ გვაქვს არც ეს კაი მაშინ უფასოდ გაკერავთ მართლა გამკერეს უფას არა მე აპასნინაცებით შემხვედრიან მაგრამ ეგ აპასნები ალბათ რუსული ნაცისტები არიან ხო რუსული ნაცისტები არ იჩხუბია ნაცისტები არა მაგრამ ნუ აი ბევრი ვიყავით ჩვენც მაგრამ იყო რა აი ძალიან აპასნი იყო მაგათთანაც და გოპნიკებთანაც აი სპორტულებში ტიპებთანაც იმათთან ერთი კარჩი ერთ მოსკოვში წასულაზე რაღაც აქვე იმას თეატრით რომ გასტროლზე თითოეული ჯგუფი ვიყავით ჩვენი რა ვინც არის ბიჭები 7-8 კაცი შეჩემა და მაგ ჩასვლაზე გენ ძალიან ბევრნი იყვნენ ერთი 20 კაცი დგას მეტროში სპორტულიანი ტიპები ცოტა სხვადასხვა ეროვნებების მარტო რუსები კი არა შერეულები ბანდა რა მურტან და ესე დაგვინახეს რომ ჩავდივარ ნაგლად ხა 7-8 ქართველი შეჩემ წარმოიდგინე ძალიან ყლები ანუ ვიძე ვართ რა აი ეს ტიპები აკვნენ ეს განაწილდნენ შუაზე მეტრო მოვიდა ეს რომ მატარებელი ჩამდგეს შუაზე განაწილდნენ და ნაწილი აქით ვაგონში შევიდა ნაწილი აქით ვაგონში და მოლაგდნენ ფანჯრებთან და ესე გვიყურებენ შეჩი და ჩვენ ვარ შუა ვაგონში ბიჭო რა უნდა უქნათ ვერ მივხვდი და ჩვენც ისინი ეყარა ბოთლები რა იქვე დებენ ამ სასმელის ბოთლებს და ეს ბოთლები დავითრიეთ თან არ არის ბევრი ხალხი ძალიან თხლად არის ღამე გვიანი საათები ეს ბოთლები დავითრიეთ მივაფშვენით შეჩიმა და მივედით ფანჯრებთან ჩვენც რა რომ აი თუ რამეა მოყვებით რა და რომ გაჩერდა და გონია ხა რომ გავიდეთ და მოკლავეში ძალიან ბევრი არის და არაფერი რომ გავედით ესე ნაგლად ეს დარჩნენ ფანჯრებთან წავიდა მატარებელი შეიძლება პროსტა ტიპები იყვნენ თქვენ არა ვინა ნაგლად ეს ფანჯრებთან და რო გეუნებია რომ ეხა გამოაჯოთ არა შეჩიმა უაპასნესები ვიღას ცოტა წავიდნენ და წავიდნენ ხო ნუ ერთი ბოთლი ჯიბეში უნდა გეგწოს რა ბოთლები სუგდია შეჩიმა ის შეჩიმა იმ ჩინეთის გრძელი რიგები რო იყო იმ ხელმოწერების ეგ კარგად მოყავა ბიჭო რა ვიცი აი თავიდან ორგანიზატორი შემოვიდა და მიტინგიც გააკეთებთო და ჩვენ გავაკეთებთ ფასიანსო თუ არა მეთქი რა ფასიანს ახლა სურათის გადაღებაში ფული როგორ გამოვაწყო ვიღაცას თუ ასე კაიო და დაგვიდგეს ეს მაგიდები რა დავსხედით კონცერტის მერე ხდება კონცერტის მერე ხო აი ზუსტად 2 საათი უკრავთ ხოლმე ჩინეთში და მე 2 საათი მაგრამ დღის შუქზე ხდებოდა ეგ დღის შუქი არის პირველი ლაივი იმ ქალაქში შაშანაც დაგვიკრავს რა შაშანს წინ უკვე და მაგვენიუში ორივე ჯერ კონცერტი იყო დღის 3 საათზე რატო რა ხდება არ ვიცი აი ეს ვენიუ არის სადაც დღის 3 საათზე იკრება მაგრამ ჩინური პონტია თუ იმინა მაგ ადგილის არ ვიცი ორივე ჯერ მან იყო ეგრე რა შეიძლება რაღაც მე მგონი ლაივი იყო მე საღამოს ლაივი რაღაც დაგეგმილი თუ რაღაცა და დროის ანუ კონჩე და იმინა მართლა ხო ის არის შეჩო მართლა კილომეტრიანი რიგია ძალიან გზე ანუ არ წარმოგვედგინა რომ ანუ ყველას მოუნდებოდა იმ ხელარიგში ჩადგომა და მოსვლა და ხელმოწერა და ხელსაწერ აძლევ ხო და ფოტო და რაღაცებს ჩუქნიან და გაგეყიდათ ხელმოწერები შეჩო მაგრამ მაგდენი ამდენი თუ იქ სუეჩი ხო ანუ თან მაგდენი არც დადგებოდა ეხა მაგრამ მაინც ბევრი მოვიდოდა ალბათ
ხო და რაღაცა სტრანი ის იყო რა, შეგზნება რა. თან 2 საათ დაკრულზე მე კიდე 2 საათი რომ ხელსაწერდა მე აეროპორტში რომ დავიდე, მაგარი ის არის მურტალია. კოტეს მოუყევი? ეს არა ქვია. შენ რომ მითხარი. მეტალიკა მევასებაო და მე ნება ეს სერიო. სწორია, ეგრეა. ძალიან მიყვარს ნება ეს სერიო. ჩემი ამერიკაში გატარებული 1 წლის ის არის რა ქვია. ასოციაცია არის ნება ეს სერიო. აუ, გიჟივით. ამერიკაში ასაკეთებდი. ამერიკაში ვსწავლობდი არასაჭირო ინფორმაცია. არასაჭირო ინფორმაციას, როგორ გაარჩიო კარგი მატყლი ცუდისგან. და მოიცოდე, რამეს ჩააბარე? აბრეშუმის ქარხანაში აპირებდი მუშაობას. Agriculture სწავლობდი მოკლედ რა. და გაცვლითი პროგრამა იყო რა, ნუ იდეაში. რომ მოქცე 2 მადამი გაარჩევ? ახალ შეკრეჭილს გავარჩევ, რომელია კაი. ცხიმიანი უნდა იყოს კაი. შეკრეჭა იცი? შეკრეჭა, აუ, მაგრამ სად მაქვს ხელი ჩაყოფილი. ძროხის ტრაქში. ტრაქში არა. ვაგინაში. არა. აბა, გვერდზე როა გამოწვილი. აუ, კაი რა. ვინც ვერ ამუშავებენ და ესე ხო რაღაც. რატო შეყავი? გვასწავლიდნენ რა, როგორ ხდება და ნახევარ იმას იღებ ფეკალიას, ნახევარ გადაუმუშავებელ იმას რა ქვია, ბალახს რა. და ესეთი ხუფივით აქვს რა გვერდზე. კუჭიც გაჭრილი აქვს? ხო, იმას სადაც მუშავდება ეს. ღია ჭრილობა არის თუ იხუხება რა. ღია ჭრილობა არის, ოღონდ ესეთი არის. ბანკა უკეთ. ბანკის ხუფივით აქვს რა. და რასაც ვერ ამუშავს ხელით ამოვა. ეს იმას ქარხნის რა ქვია, მის ძროხებს? ანუ ზედმის ჭამს ვიდრე უნდა ჭამოს? არ ვიცი, ხა, მაგრამ უნივერსიტეტის ძროხები ვინც იყვნენ, აი პრაქტიკაზე საექსპერიმენტო. ხო რა, აი ბავშვებს ვასწავლოთ რაღაცა, ეგ კონტე იყო. ისე ჩემ ერთი ორ მეგობარს არ დაუშლი და ეგეთი ხუფი. სახელზე გვაქვს. ბიჭო, მე ბავშვობაში ვიცოდი, რაღაც იონჯა არის სცენარი, რომელსაც ბევრს უჭამს, ძალიან ბერავს ბალახი რა და ძროხას მაგრაევასება და თუ გაუში უყურადღებოდ, შედის იონჯას ეძებს და გასკდება შეჩემა და მაგ დროს სადგის უყრიდი იმაში, აქ სადღაც ნეკნებთან რა. და ანუ იბერება რა, ისე იბერება რომ სკდება შეჩემა. და აი ფერტთან იყო, აქ ფერტში იყო რაღაც დირკა, სადაც უნდა ჩაგესო. არა, შენ თვითონ ხრიტავდი. სპორტია. აი ესეთი დანას წვრილს კი არა და რაღაცა სადგისივე ტიპს იღები და არ ჭობ და გაზი გამოდის რა. რა ბანძის ხოველი აზრ. ჩაკალელი. და დაფშული პოს დოხუია შეჩი. ანუ ნახრეთი აქ და დგას შეჩვან. არა, ეს იმათ არ აქვს, იმათ შენხრიტავ და წვრილ დირკას უკეთებ და უხორცდება და ეს იძახის საექსპერიმენტო ძროხები არიან ეს რასაც იძახს კი. არა, საექსპერიმენტო არის. გადარჩენიზე თვითონ ადამიანზეც ხო გინახავს ეგეთი ის არა. ხო, მაგრამ უნივერსიტეტის ძროხაა. ხო რა, ნუ ეგეთიც ყავდათ რომ მოგიწიოს მომავალში რაღაც იმის გაკეთება, რომ იცოდე რა ხდება რა. ხო, ნუ მედი არ მომიწევს, მაგრამ მონაძროხა იყო. ეგ რა კურსი ქონდა აღებული თუ რა ბაზარია? არა, გაცვლითი პროგრამა იყო რა. იუგრადის აირექსი იყო ესეთი ორგანიზაცია და ნუ აქეთ არავინ მოდიოდა, просто გაცვლითი ერქვა რა. და ერთი წელი გაგზავნიდნენ იქ რა. და ერთი წელი მაგას და საცხოვრობდი. ფარგოში. მართლა? ვარ დაგბრიდა ვინმე. ბიჭო კი. აქ ერთი მისტიკა ფარგოს. არ გაქვს ფარგო ნახე? ფარგო როგორ არ მაქვს, მაგრამ ქალაქს. კი, აი ეგ არის, ზუსტად ეგ არის რა. თოვლია სულ? სუთოვლია. ნუ ზამთარი რომ მოდის, 1 დეკემბერს დადო თოვლი და 9 მაისამდე თოვლი იყო რა. -17 და რაღაც ეგეთი დღეები არის. ანუ დებილობა არის ხო მოსაწყენი ქალაქი რა. ბიჭო, ამერიკელები უძახიან in the middle of nowhere მაგ ადგილს რა, სვეჩი არაფერი არ ხდება, მაგრამ ნუ მაინც ამერიკაში ხარ. მაშინ დელი გადმოსახედი. ხო რა, ამერიკაში ხარ ნამყოფი, გუდინა. და სხვაგან არ მოგიწია სადმე, ნამდვილ ამერიკაში ყოფნა. არა, კი, ახალ წელს ნიუ-იორკში და რაღაცა კი, მაგრამ ნუ ძირითადი დრო. ჩაიყვანეს ბავშვი. ძირითადი დრო გავატარე იმაში. ვინმესთან ცხოვრობდით სახში? გიშურე. უნივერსიტეტის დორმში. საერთო საცხოვრებელი? და მოსაწყენი. აი, დორმი არ იყო მოსაწყენი, აი გარეთ თუ გახვიდოდი მე რაღაც. ხო, მაგრამ ის იყო თუსოუკა სტუდენტების ვისთანაც რაღაც. კი, როგორია? ჩვეულებრივია. მე ვარ იმის საერთო საცხოვრებელში მხატის და იმის ოქსფორდის სადღაც რომელიღაც ქალაქში ინგლისში და ორი ძალიან კაი იყო. არა, ძალიან კარგი ექსპერიენსი იყო, კაცო, ძალიან. შენც ხო ხარ რაღაც მუსიკოსების საერთო საცხოვრებელში? ბიჭო, ჩვენ ადრე გქონდა, სულ ეკითხებოდით ხალხს ხოლმე რეკომენდაციებს და მე დავიკიდეთ და სხვათა შორის ბევრმა ადამიანმა
ბევრი ეს 3-ია. მითხრა რომ რატო დაიკიდეთო და იქნებო გააგრძელოთო რა. ხო და რამე ხო არ ნახე, მოусმინე, ან უსუნე, ისეც კი, პლურიბუსი ვნახე ბოლოს და ყველაზე მეტად ეგ სუპერ, მეც მაგრა შევჭიქე. ძალიან მაგარი, ეხა Golden Globe-ი აიღო იმ ქალმა. ეგენი კიდია, მაგრამ ძალიან კაი. ძალიან მაგარი არის, კი. ხო და მუსიკალური რჩევებიც. ხო, მუსიკალური რჩევები რა ვიტო. ამ ბოლო დროს რა აღმოაჩინე? Stevie Nicks. ვინ არის? რა არის? Fleetwood Mac. Fleetwood Mac აღმოაჩინე ახლა? არა. Fleetwood Mac-ი რო ყოფილა თურმე Stevie Nicks-ი ახლა გავიგე. Stevie Nicks, მე Steven X არა, გავიგე. Stevie Nicks. Stevie Nicks. და ეხა აი ძალიან აქტიურად მაგას უსმენ რა. მაგრამ ბიჭო, ქართულ ბენდებს უნდა უსმინოს ხალხმა რა. ხო და მაგის იმედი კარგი მუსიკა. ხო და თქვი ქართული ბენდები რა არის იმდენი კარგი მუსიკა. ბიჭო, რავი აი რა ეხა ნება ეს სერი გასაგებია. მეტი ხო ყველა ხო არ იცის. მეტალში არის ძალიან კარგი ახალი ბენდები. აი წეგანას ვახსენ Anyway არის ძალიან მაგარი. Funeral Doom-ი თუ ჟანრი მოგწონს, ანუ ხო ნუ შენ არა ზოგადად. Askesi, Angel of Disease-ი, რავი. Angel of Disease გამიგია. კი, ძველი ბენდი არის. კიდე ეს პატარა გოგოები რო გითხარი ზოგან ეს Lucid Lastic Lucid Lastic კი ბატონო, ახლა გამოჩეკილი ბენდები. ქართული ბენდია? კი, ხო გოგოები. რავი, ასა Black Mirrors-ი, თო, მე ძალიან მიყვარს Black Mirrors-ი, საწავლიდნენ. ძალიან მიყვარს Black Mirrors-ი. და Green Mama არის ის ხალხმა და აი ვინც არის, აი Green Mama სადგაქ რა. ხო და ვისაც რაღაცა მაინც აქვს მოსმენილი საქართველოში და Green Mama არის ის არის ცოდვა იმენაცვეჩი. მართალია. Green Mama-სთან ერთად დავდიოდით ახლო საზღვარგარეთში ტურებში ხოლმე და ამოგვაყოლეს Green Mama რაზაგრებს. იმეთან იყვნენ პრაიმში მაშინ რა. დედასპიცავა ისეთი ლაივი ქონდათ, რომ აი ცხენოდა მაგათ მერე გამოსვლა. ხო, ძალიან რაღაც ბენდებზე გული მწყდება რომ არ არიან რა, იქ სადაც უნდა იყვნენ. ხო, ნუ თავარი ჩვენ გულებში არიან მანდ, სადაც უნდა იყვნენ. ეგ თავისთავად. გვახსოვს ვინ არიან ჯგუფში, რო ვთქვათ? ლაშა თოფურია იყო. ვოკალი ვინ იყო? ლაშა და ზურაც იყო. ზურა ძალიან მაგრამ მღეროდა. მღეროდა რა, მღერის. ნუკრი იყო დრამზე. და ალეკო ბერძენიშვილი. სხვა შორის ალეკო ბერძენიშვილი ვინ არის? ჩემ ბავშვობაში იყო. კი, ვიცი. ბაბუ. და ამასთან ერთად იყო ჩემი ჯგუფელი საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით რა. ბიჭო, ის ყვითელი ქარი? არა, ყვითელი. აცრა რო გაიკეთე. ხო, დღეს გავიკეთე და მაგიტო ხო და ისთვის გაიკეთე, მაგრამ ვერ ვაგემოვნებ თქვენს არფორდ 1700 შეტრიალებული იყო ერთ ავიკით. ხო და რისთვის გაიკეთე? რისთვის და ბრაზილიაში თურმე არ შეგიშვებენ ისე ეგ რო არ გაიკეთო ეგაც რა. ყვითელი ცხელების აცრა, იმიტომ რომ იმინა მკვლელია? ის იმად გადააქვთ, რა ქვია, კოღოებს. მან თხისციება კიდე ძალიან. და კოღომ თუ გიგბინე, გარშე. იმინა მოკვდები? ხო, თუ შეიძლება გადააგორო. ნუ ეხლა რავი, თუ იმის შანსია ცოტა მაინც არის რომ იმინა მოკვდები, ხოჯობია რომ აიცრა. ყველა პონჩი შეჭი. ხო და ამ ბენდებში რო უკრავ ბევრში. ახოდო სტუმრად მოკუმოკუში ხო გეძახიან? კი, მეძახიან ხოლმე, ერთ სიმღერას უკრავ ხოლმე ჰაკოს. რატო უკრავ შენ? ესე ანუ ტექნიკურად რა ჭირდებათ ექსტრა გიტარა თუ არა, просто ის არის რა, ბოლოში არის ხოლმე რაღაცა გაუთავებელი სოლო. ლაივზე რა. თუ ცოტნე თავისუფალი რო იყოს რა. ხო, ნუ ეგეც რო ცოტნე რაღაცა ცოტა ვოკალისტურად რო იმას აქნას რა. ერთხელ ვცადეთ უბრალოდ რაღაც მე მგონი ის იყო. ერთ-ერთი ინვაიტი იყო რა. და მან მეთქულზე არიყავი ის მოკოს. მე მეთქულზე ვიყავი, просто მოსასმენად, მაგრამ ვერ მოусმინი. რატო? იმიტომ რომ არჩე ეგენი უკრავდნენ მე მესამე დღეს რა. მანამდე ჩავედი მთელი ფესტივალი რაღაცა და
დილას წავიდნენ თემ მოკუმოკუები რომ საუნდჩეკი რაღაცა და ჩვენ მსმენელად ვინც ვიყავით წასულები მე უნდა მივსულიყავით რა როცა უკრავდნენ და მე თამო და ლევანა მივდივართ მეტროთი ვენიუზე და ერთ-ერთ გაჩერებაზე შემოვიდა უამრავი Iron Maiden-ის მაიკიანი ტიპი რა და რაღაც ჩვენ რაღაცა ხდება თუ რაღაცა და ლევანა მივიდა და ეკითხება რა ერთ-ერთს რა ხდება და აი შემდეგ გაჩერებაზეო Iron Maiden-ის კონცერტი არის რაღაცა და ჩავედით მართლა ძმები გაცვალეთ Iron Maiden-ში ბიჭო ეგრე გამოვიდა რა და რაღაცა ცოტა ის ხინჯირო გაქვს ხო იცი რაღაცა მაგრამ იმაზე შევთანხმდით რომ გაიგებენ ეხა ძმები რა მოკუმოკუს ნახავთ კიდე და Iron Maiden-ს როდის ნახავთ და რაღაცა იქვე ბილეთები ვიყიდეთ Maiden-ს და კაი იყო ბიჭო მაგარი 2 საათი მინე გადაბმულად ვტიროდი მართლა ეგრე გიყავს Iron Maiden ბოლოს ტიპი მოვიდა ვიღაც ბაბუკაცი იქავა და ხო კარგად ხარ და რაღაცა მეთქი არ პირიქით ბედნიერი ვარ მაგარი შენც ხო გჭირს იქ თუ არა და მე მივედით უკან იმაზე და მივედით თუ არა Nine Inch-ზე დაიწყო მაგრამ მოკუმოკუ მორჩენილი იყო ძალიან დიდი ხნის Nine Inch-ი შენ არ ხარს ხო ბიჭო რაღაცეები რა ერთ სამერს მოусმინე და მე ვეღარ ვიდექი პროსტო ფეხზე და ხო და იმას არ ეწყინათ ბიჭო ალბათ ეწყინათ რა მაგრამ ნუ მე მგონი მაპატიეს უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა იმის მე აი რაღაც ფესტივალებზე ხო ჩავდივართ რა ეხა იქ მოგეხსენება რა ხალხი მოძრაობს რა პენტაგრამებით და course paint-ებით და მოტრიალებული ჯვრებით და რაღაცებით და ჩვენ დრამერი არის ძალიან მორწმუნე რა ვაუ და აი ოღონდ ისეთი აი ნამდვილი მართალი ქრისტიანის კი არა რომ მართლა მარტო რაღაც სადღეგრძელოში რო ახსენოს რაღაცა რა და აქვს ხოლმე თავისი ჯიბის ლოცვანი რაღაცა აი სადღაც backstage ფესტივალზე მაგალითად ეს კომანდა რომ მოძრაობს Satan ეს კუთხეში ის ხოლმე იცავს ლოცვანს გააზრობს ხოლმე გასulis წინ ან გასulis წინ არის როცა მოუნდება რა რაღაცა კითხულობს ხოლმე რაღაცა ჩა და კეთავს ნაი როგორ უყურებენ იცი შემოგზავნილი წარმოვიდგინე იგ რა კომანდა მოძრაობს ბიჭო ეს ხო შოუა სერიოზულად ხო არავინ არ არის მაქინე სატანისტი ხარ ბიჭო არის კატეგორია ვინც აი მართლა რაღაცა ეგეთი ის არის რა სერიოზულად ხო რა რაღაცა ღორის სისხლების ხმები და რაღაცა ეს შოუ არ არის ხა ეგ შოუ არის ხა იასნია მაგრამ რავი პენტაგრამას რო დაიხატავ გულზე მე მგონი აღარ არის ეგ შოუ რაღაც ხდება რაღაც იმას რა არა ვიღაცები ხო იქნებიან შეჩიმა 1000 კაცში არის ალბათ რაღაც რაოდენობა რომ მართლა გარეკილია ანუ რელიგია შეიძლება კონდეს სატანის მართლა არიან გასაგებია მაგრამ ნუ ეხა ეგ თელიფის მეტალ ფესტივალების პონტი ხო ის არის რა ეხა რეალურად კი მაგრამ ეგენიც არის ნორმალური ადამიანია სერიოზულად მაგას არავინ არ აღიქოს ეს ხო რაღაცა უბრალოდ ეს არის რა შეფუთვა არის იმიკია ხო რაღაცა ეგ ხო თქო მაგრამ ეგეც არიან ალბათ ეგ ტიპი მეუბნებოდა რომ ისაურა ქისი სატანისტები არიან აი რა Kings in Satan's service არა ეგ ბენდებს რო აწერენ მაგას ხოსებილი არის მაგრამ რავი მე ბურზუმზეც ხო იყო თავის დრო სატანისტია არა შეიძლება იყოს რომ ვიღაცა გიჟი ეკლესიებს წავდა და ეხა იტყოდნენ აბა რა იქნებოდა და ეს მეჰემის ვოკალისტი მოკლა თუ რა გიტარის ეს ძალიან საყვარელი არის მაინც იქ მე ციხეში რომ სოლო რო შევერა წერდა ყლები ეგ ციხე არ არის სადაც ეგ იჯდა ანუ კურორტზე იჯდა მაგრამ ეგ საერთოდ ნორვეგია ეხა არის ტიკტოკერი რა ხდებოდა ეგ ნორვეგიაში ეხა ტიკტოკზე დებს აი ისეთ კრინჯ ვიდეოებს რომ აი და ნივა რო ყავს საფრანგეთში ცხოვრობს სადღაც სოფელშია და ყავს ნივა და რაღაც აი რენდომ ვიდეოებს წერს ხოლმე იმინა სისულელე რამ პასუხები გავცეთ ჩვენც აი გვინდა არა აქისა მაგას კისა კითხები რო გავგზავნოთ დავკისეთ მართლა რა არ გვიბაზრია იმაზე ვაფშე ბექჰორმერი ძალიან მაგარი ბენდი ბექჰორმერი რომელიც წევრიც იყავი ხო ბექჰორმერი ძალიან რატომღაც ერთხელ არ მივედით რეპეტიციაზე და იმის მერე აღარ დაგვიკრავს რაღაცა ეგეთი განცდა მაქვს რომ ეგრე დაიშალა ეგ ბენდი რა ბიჭო ეგრე იშლება ხოლმე ნუ თუ რაღაცა კონფლიქტი არ მოხდა და ბედურება ბიჭო არა და რამდენს უკრავდით ჩვენ იცი აი თან დილის 9 საათზე ქონდა ხოლმე რეპეტიციები რატომღაც არ მახსოვს ვის არ ეცალა რატო არ ეცალა მაგრამ აი სანამ პირველ ლაივს დაუკრავდით ყოველ დღე რეპეტიციებდით ალბათ 1 წელი მეტი თუ არა რა ვინები ყავ ჩვენ ცოტნე რა მე ცოტნე
გიგა და მაჩვა. ძალიან კაი ბენდია. ხო, მაგარი. ხო არის ჩანაწერები. კი, ორი ალბომი დევს, კი. ორი ალბომი და ერთი სინგლი. რამეს ხარ დაუკრავდეთ ცირკუს მერკუსიდან? ბასზე და გიტარაზე და ყველა. რა შეგვიძლია. შეგვიძლია. აიღე ბასი უკვე. I don't even know what time it call. Play me like a flute. I'll be a fool. Before me shines slowly red, blue and yellow. You call me, speak softly now. I'm in heaven. Set my eagles fly. They're mighty fine. Let me sleep tonight on your good side. Take from me peace through me as if I'm seven. Lie to me still from me, make me go mental. Life has gone my way, so they say. Everyone's insane and overpaid. Dance for me, blink slowly, will sink in seconds. Breathe for me, sing to me. I'll be clean shaven. თქვენ დაიმსახურეთ თეთრი ვარდი. მადლობა. შემიძლია ფოტო გადაგიღოთ ერთად. ზედამ. უხდება? და მიხდება თეთრი ვარდი. საშენოა. თქვენი მეგობარი თეთრი ვარდი. აი, ვარდი, გააძრე? აი? უი, ხო და შენ ყოფილი ხარ. თვის ყოფილა შენ. ეს გააჩნია როცა გაკეთებული. მაგ ვარდის ფანი ხარ? ხო. ო, ამის პირველ სმოკის პონჩი გაიგეთ. გადაცემაში რო ახსენეთ იმის მე. აჰა. მოკლედ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქისა გვაქვს ახალი, გახსნილი კი არა და ქისას უქონდა, მაგრამ კითხვები გამოაგზავნეთ და მგონია რომ გავხალისდებით კითხვა-პასუხში. შოთა, ხო არ დაგვეცინა. მიყვარს? არ არის პრობლემა. ამო მე დავიწყე ძალიან რა. მიყვარს. ლუსისაც ლუსისაც ძალიან უყვარვართ ყველა. წავედი. დავიწყე.